ვისი ინიციატივით გაგზავნეთ? არ გეტყვით? თავად გამოთქვა ყოველაშვილმა სურვილი ამ წერილის გაგზავნის? არა, ფორმულა შეუთანხმა. მე ვიცი. პარტიამ მიაწოდეთ. არა, მე ზუსტად ვიცი. ფორმულა შეუთანხმა და ისე გააგზავნა. არ სერიოზულად რატომ პასუხობთ? წერილის ინიციატორის ვინაობას პარტია არ ამხელს, თუმცა ირწმუნება, რომ ის ნამდვილად მიხეილ ყაველაშვილმა დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი ვრცელგზავნილში დაცული არ არის. დიპლომატიურ ენაზე შეცვლილ საყვედურსა და თხოვნებზე ოცნება ახლა პასუხს ელოდება და იმედი აქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყურადღებას ამჯერად მაინც მიიქცევს. Რამდენი ხანი რატომ ვერ მიიღეთ მეტი აქტივობა და ყურადღება ტრამპის ადმინისტრაციის? უკაცრავად უნდა შევიდე რა პოდიის მოხდით. რა პასუხს ელოდებით შეგიძლიათ გითხრათ? ჩვენი პოლიტიკა და ტრამპის პოლიტიკა ძირითად საკითხებში არის თავსებადი და გამომდინარე აქედან თავად ტრამპი ამბობს, რომ deep state იბრძვის ეროვნული ღირებულებების წინააღმდეგ, ებრძვის მასპირადად, ასევე სახელმწიფო მდივანი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ადასტურებს და იგივე რასაც ვამბობდით. ამ ხნის განმავლობაში გლობალური ომის პარტიას უწოდებდით სწორედ იმ ძალებს, რომელსაც დაარქვა ტრამპმა deep state. შესაბამისად, თქვენ დაგიხმაროთ, მაშინ ამ პროცესში აქამდე რატომ ვერ მოხდა? ხოდა ამას ხოდა ეს კითხვაა ზუსტად. რათან ხვედრა გაქვთ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეგიძლიათ გითხრათ? პირველ რიგში მშვიდობა და კონსერვატორული ღირებულებები. რას გულისხმობთ? მშვიდობაში რას გულისხმობთ? კონსერვატორული ღირებულებები ცნობილია. ეს არის ოჯახი, ღმერთი, ქალი-ქალია, კაცი-კაცია და ასე შემდეგ. რომელიც ასევე ტრამპის ადმინისტრაცია იმეორებს და პირადად ტრამპს. ფიქრობთ, რომ ეს იქნება გადამწყვეტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვა? მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვს ამ თვალსაზრისით. თუ ყველაფერი რიგზეა, აქამდე რატომ არ აქტიურობს ტრამპის ადმინისტრაცია, რომ თქვენ გიპასუხეთ? დაველოდებით. პირველ წერილზე არ გიპასუხეს, ახლა ფიქრობთ, რომ გიპასუხეთ? დაველოდებით, კი, რა თქმა უნდა. დონალდ ტრამპის უყურადღებობით იმედგაცრუებულები არიან. ვერ ხსნიან, რატომ ვერ ხედავს ამერიკის deep state-თან მებრძოლი პრეზიდენტი მათში საიმედო პარტნიორს. არადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის იმედს ოცნების მთავრობა სწორედ საერთო მტრის შეთქმულებაზე ამყარებს. ჯერაც ვერ შემდგარ პარტნიორობას ორი მიზეზი აქვს. ამის საშუალებას თეთრ სახლს ისევ deep state-ი არაძლევს. ან ტრამპის მიზნებია ფარისევლური. ამბობენ, რომ გასული რამდენიმე თვის მანძილზე თქვენ შეცვალეთ ნახევარი მსოფლიო. თუმცა ბუნებრივია მოვლენებს ყველა თავისი გადმოსახედიდან უყურებს და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ თქვენი ადმინისტრაცია ლოგიკურ ყურადღებას არ იჩენს, ქართულ ხალხში თქვენი პასიურობა აჩენს ეჭვს და კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის გამტკიცების თვალსაზრისით. ქართული საზოგადოება შეშფოთებულია ომსა და არეულობაზე ორიენტირებული deep state-ის დომინირებით საქართველოში, რასაც თქვენი ადმინისტრაცია სამწუხაროდ პასიურად აკვირდება. გამოაცხადებენ თუ არა წერილის ავტორები დონალდ ტრამპსაც გლობალური ომის პარტიის ნაწილად. ეს თეთრი სახლის პასუხზე იქნება დამოკიდებული. დუმილიც ოცნების მთავრობისთვის სავარაუდოდ პასუხი იქნება. ერთი ასეთი პასუხი ოლიგარქის პარტიას ვაშინგტონიდან უკვე მიღებული აქვს პირველ წერილზე, რომელიც ახლად გაპრეზიდენტებულ ტრამპს გაზაფხულზე ირაკლი კობახიძემ გაუგზავნა. გზავნილები მაშინაც იდენტური იყო, რომლებმაც ვერც ურთიერთობის ეგრეთ წოდებული თეთრი ფურცლიდან დაწყების პერსპექტივა გააჩინა და ვერც სანქცირებული ქართველი ოლიგარქის შეცვალა რამე. სანქციებსაც მოუხსნის ივანიშვილს, როგორ ფიქრობთ? ეს არის დროის ფაქტორი და მე დარწმუნებული ამას ემსახურება გარკვეულწილად ამ წერილის გაგზავნა? მარტო ამას ეს წერილი ემსახურება ორი ქვეყნის ურთიერთობის დაბალანსებას. სწორედ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი წერილის ავტორად მისი კრიტიკოსები. ამერიკაში საქართველოს ყოფილი ელჩი ვრცელი გზავნილის წაკითხვის შემდეგ ფიქრობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა მოჩვენებითია, რადგან რეალური სურვილის შემთხვევაში ოცნება ნდობის დაბრუნების გზა კარგად იცის. საჯარო წერილი კი, რომელიც თეთრ სახლში გაგზავნა, სრულიად საპირისპიროს ემსახურება. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება ასეთი ტიპის წერილმა მიაღწიოს, ხო, ამდენად აღარ დავიწყებ კონკრეტულად თითოეულ რა ვიცი ფრაზებიც კი ზოგიერთი აბსოლუტურად აბსურდული ფრაზა წერია. ამან შეიძლება ერთადერთ მიზანს მიაღწიოს, რომ საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი დააზიანოს კიდევ ერთხელ და ძალიან სერიოზულად. თუ ვინმეს მართლა სერიოზულად, გულწრფელად სურს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მზა, ესე ვთქვათ, ნაბიჯების მზა ჩამონათვალი არსებობს. ეს გახლავთ დემოკრატიის უკუსლის შეჩერება, ანტიდასავლური პროპაგანდის შეჩერება და საქართველოს დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების გზაზე.
ოცნების პოლიტიკური ოპონენტები კი ფიქრობენ, რომ თეთრ სახლზე მეტად საჯარო წერილის ადრესატი პარტიის სამომრჩეველია, რომლის დარწმუნებასაც ოლიგარქი იმაში ცდილობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ჩიხურ ურთიერთობაზე პასუხისმგებელი ის არ არის. გახსოვთ წინა საარჩევნოდ როგორ ატყუებდა ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველს, მათ შორის რომ ისინი ტრამპის გამარჯვების შემდეგ შეძლებდნენ ურთიერთობის დალაგებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომ ტრამპი მათ მხარს დაუჭერდა, რომ არ იქნებოდა სანქციები და ასე შემდეგ. დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ნაცვლად გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას საერთაშორისო ასპარეზზე არ ყავს უბრალოდ ხელის ჩამორთმევი და ვერანაირ ურთიერთობას ის ვერ დაალაგებს. ხედავთ პრიმიტივიზმს, აბსოლუტურ გუნურებას და სრულ არწოდნას საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო პოლიტიკის. აქედან რაიმე რო ესმოდეს ქართული ოცნების სახელმწიფო ვერტიკალს, აი ამ სამარცხვინო ამბებს, ამ სამარცხვინო საჯარო წერილებს არ იკადრებდა. ყველაზე საინტერესო ამ მოცემულობაში არის ის, რომ გაწეული არის კობახიძე, მისი როლი არის დაკნინებული და ამ წერილით ალბათ ივანიშვილი და მისი თავრობა შეეცდება და მისი ხელისუფლება შეეცდება ყავალაშვილის როლის წამოწევას. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც კი ამერიკის საელჩოს კრიტიკულ შეფასებებს ოცნების მთავრობა ოფიციალურ პოზიციად არ აღიარებს. რობინ დანიგანმა საქართველოს ისე დატოვა, ბიძინა ივანიშვილთან მისი შეხვედრის ბოლო მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ახლა პარტია წერილზე პასუხის გარდა ამერიკის ახალი ელჩის მოლოდინშია.